ერთმა კარგი ქრისტიანები გამყოფოთ, ხოლო აი ქრისტიანობა ნიშნავს მუდმივად საკუთარი პრობლემების, საკუთარი მდგომარეობის, საკუთარი აზროვნების თუ სხვა ქვედა თუ ზედამიწოვრების კონტროლს. ჯერ კონტროლს სანამ მოიპოვებდეთ, ყოველ შემთხვევაში აღმოჩენა საკუთარ თავში და შემდგომ უკვე ბრძოლას მასთან, რომ ეს დაიძლიოს. რა თქმა უნდა, ეს ჩემზე კარგად მოგეხსენება, ვიცით, რომ ძალიან რთული არის. რთული საქმე არის საკუთარი ცხოვრების კეთება, საკუთარი მდგომარეობის ანალიზი, საკუთარი მანკიერების დაძლევა, საკუთარი მანკიერების დაძლევა, არამედ შემჩნევაც კი საკმაოდ რთული არის. აქედან გამომდინარე, როდესაც ქრისტიანო ცხოვრებას ადამიანი იწყებს, აუცილებელი არის სწორი აქცენტების გაკეთება. თავიდანვე, საფუძველშივე, თუ კი ჩვენ ამას არ მივეჩვევით, მაშინ უკვე ჩვენ ისეთ რელსებზე გადავართ იგივე ქრისტიანობაში, რომელიც უცხოა ქრისტიანობისგან საერთოდ. რას გულისხმობ? იმას გულისხმობ, რომ როგორც კი ჩვენ ვიწყებთ ქრისტიანულ ცხოვრებას, აუცილებელი არის სწორედ ასეთი აქცენტებზე გამახვილება, რასაც გულისხმობს საკუთარი თავის ჭრება, საკუთარი მდგომარეობის ანალიზი და არა ვთქვათ მარტოოდენ გარეგნული წესების დაცვა, გარეგნული კანონების შესრულება, თორემ გარეგნული კანონები ყველა სარწმუნოებას აქვს. გარეგნული კანონები სარგებლობს აბსოლუტურად დედამიწაზე არსებული რელიგიების უმრავლესობა. ყველა რელიგიას აქვს თავის გარეგნული კანონები. ყველაზე ძველი ავიღოთ თუ ყველაზე უახლესი. ყველას აქვს გარეგნული კანონები და ამიტომ არის რომ ყველა სარწმუნოების მიმდევარი შეიძლება იყოს კარგი აღსარებელი თქვა. იგივე კარგი მუსლიმი, კარგი ეჰოვას მოსმენი, იგივე რა ვიცი, რატომ? იმიტომ რომ მათ აქვს დადგენილი გარეგნული საზომი, გარეგნული ნორმატივები ესე დავარქვათ და ამ ნორმატივების ახსრულება შესაძლებელი არის ადამიანისთვის. და თუ კი ამას აღასრულებს, რა თქმა უნდა, ადამიანი შინაგან თვითმაყოფილებას განიცდის. და ამուսუნე კარგი ამა თუ იმ რელიგიის წარმომადგენელი ვარ, მაგრამ ქრისტიანობაში, მართლმადიდებლობაში შინაგანი ეს ნორმატივები, მოდი ესე ვთქვათ, რელიგიური ნორმატივები არ არსებობს. მაგრამ თელიობედურება ის არის, რომ სწორედ მართლმადიდებლურ ეკლესიაში ეს შემოსული, შემოპარული თუ მიზანმიმართულად დანერგვილი ცდუნებები არის ის, რომ ცდილობენ, რომ ეს რაღაცა გარეგნული ნორმატივები შემოიტანონ და აი ამ გარეგნული ნორმატივების შესრულებით თუ შეუსრულებლობით მე ადამიანი შეაფასონ, განიკითხონ, დევნონ თუ რა ვიცი, რან ჩათვალონ კარგად, ან შეაფასონ ასთავარი ადამიანი ამ გარეგნული ნორმატივების შესრულებით. ამ დროს როგორ შეიძლება გარეგნული ნორმატივი არსებობდეს მართლმადიდებლურ ეკლესიაში, როდესაც თავარი მცნება ამ ეკლესიისა, ამ ეკლესიის მეთაურმა ვიბოძა ეს არის იყარებოდეთ ურთიერთობას. ახალ ცნებას გაძლევთ თქვენ გეუბნება ქრისტე. იყარებოდეთ ურთიერთობას არის მცნება. ურთიერთას სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ რჯულივი ქრისტესი გეუბნება პავლე მოციქული. აი ეს ყოფილა რჯულის აღსრულება. ეს ნორმატივი არის? კი, ნორმატივია, მაგრამ დადგენილი ნორმატივი არის, რომ აი აქამდე შეგიძლია იტვირთო ვიღაცის სიმძიმე და აი ამის იქით ვეღარ იტვირთა. აქამდე შეგიძლია რაღაც 8-მდე შეგიძლია შეიყვარო ვიღაცა და მე იმის იქით ვეღარ შეიყვარე. სადაა საზღვარი? საზღვარი არა აქვს, იმიტომ რომ თქვენ ვერ იტყვით ადამიანი მიყვარს მე და მისი იმაზე მეტად შეყვარება რო არ შეიძლებოდეს. ეს არის მარად განვითარებადი, მარად გაღრმავებადი, მარად ძიებადი პროცესი არის. ქრისტიანობა და ნორმატივები არ არის, ამიტომ როგორ შეიძლება ვთქვათ, რომ მე ვარ კარგი ქრისტიანი, ვერ გიტყვი ამას ვერასდროს ადამიანი, იმიტომ ვერ იტყვის, რომ ნორმატივი არ არსებობს, იმიტომ ეს შევა ამდენი ვიმარხული, ამდენი გავეცი, ამდენი ლოცვა და კანონი წავიკითხე და უკვე კაი ქრისტიანი ხარ? არა ხარ კაი ქრისტიანი. იმიტომ რომ ამაში არ გამოიხატება. ეს ყველაფერი არის ორიენტირები, რაც ჩამოთვალე. საშუალებები, დამხმარე საშუალებები, რომ ჩვენი მანკიერი მხარეები, ჩვენი დაცემული ბუნება, რომელიც ყველა საერთოდ გვაქვს, ეს რაღაცნაირად ჩარჩოში ვამყოფოთ, მაგრამ ნორმატივის სულაც არ არის. ვინც ფიქრობს, რომ მართლობს, კანონებს ასრულებს, თავშალით დადის და კოჭებამდე კაბით თუ რა ვიცი და ასე შემდეგ და ის კაი ქრისტიანია ძალიან ცდება, ეს განა არ უნდა მოვერიდოთ
გარემო გამაღიზიანებულ ფაქტორებს ამაზე არ არის საუბარი, მაგრამ უყურეთ როგორ დიდ სასტუმში ვარდება მე ამგვარ მოაზროვნე ადამიანი, უდესაც მის სულსა და გულში შეპარულია ესეთი დიდი ხიბლის დიდი ეშმაკი, უდესაც ის ასრულებს ყველაფერს, გარემოთაც შეესაბამება სტანდარტებს, ყველა სტანდარტს, ყველა ლოცვაზე დადის, ყველა წინვაზე დადის, ყველა კანონს ასრულებს, უკვე როგორ მდგომარეობა, იცი, ვინც უკვე მის გარშემო, თუნდაც ეკლესიაში, ან არა ეკლესიის მიღმა, რომელიც არ დადის ეკლესიაში თქვა, ის არ ასრულებს მის მსგავსად, ან თუნდაც მასზე ოდნავ ქვემოთ არის და იმდენ კანონს არ კითხულობს, როგორც ის კითხულობს, ხო უკვე როგორი შეხედულება აქვს ამ ადამიანს სხვა ადამიანისა და ამდენი წელი დავდივარ ეკლესიაში, ტაჟზე აკრენება კიდე ეკლესიური ცხოვრების კიდე. ეს ყველაფერი არის მარტოოდენ დაღუპვის გზა და განადგურების გზა. ეს არ გვასწავლა ქრისტემ. რაოდენობაზე არ არის საუბარი, ვინ მოდის მოვიდა ეკლესიაში, ან ვინ რას აკეთებს, ან ვინ რას ვაწყლიებს. თუ ადამიანი თვითულობს ვაწყლს, მე ვაწყლის არარსებობაზე კი არ მაქვს საუბარი. ეს ვაწყლი უნდა იყოს დაფარული, არავისთვის არ უნდა იყოს საცნაური. მით უფრო არ უნდა იყოს რეკლამირებული ეს ვაწყლი საზოგადოებაში, რომ მე იცი ამდენს და ამდენს ვაკეთებ და ამდენი გამიკეთებია და ამდენი ამიშენებია და ამდენი მათხოვრი დაინყურებია მათხოვარი. ეს როგორც რეკლამირება ხდება ამ ყველაფრის უკვე, რა თქმა უნდა, ეს ადამიანი ჯობს და არაფერი არ გაეკეთებინა, უფრო არ მდგომარეობაში იქნებოდა ჯოჯოხეთში, ვიდრე ამ მდგომარეობაში აღმოჩნდება ჯოჯოხეთში, თქვა, უარეს მდგომარეობაში. იმიტომ რომ თუ ასე გააგრძელა, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ეს არ არის ქრისტიანობა, ამას არ გვასწავლის ქრისტიანობა და შესაბამისად, როდესაც ადამიანებს გონიათ თავი, რომ ისინი არიან და ეს სხვაზე არ მაქვს, ეს ხდება მართლმადიდებელი ეკლესიაში, ეს მდგომარეობები, ეს ტენდენციები, რომ ვიღაცაზე უკეთესები არიან, ვიღაცაზე მეტად უყვართ ქრისტე. განა არ შეიძლება ვიღაცაზე მეტად შეიყვარო ქრისტე, მაგრამ როცა ამას შედეკლამირებ და ედრები ვიღაცას, რომელსაც არ იცნობ შეიძლება. ან იცნობ მხოლოდ გარეგნულად და მის სულსა და გულში რა ხდება, მის ფარულ ვაწყლზე რას წარმოადგენს, რას აკეთებს, წარმოდგენა არ აქვს. და არათუ მასზე საკუთარ თავზე არ გაქვს წარმოდგენა ამ მდგომარეობაში ხარ, რეალურ წარმოდგენა სულ შემთხვევაში. რა თქმა უნდა, ძალიან ძნელია ასეთი ადამიანის ქრისტიანად ყოფნა. გარეგნულ მხარეს, გარეგნულ სახელწოდებას მე არ გულისხმობ. ლაპარაკობ გულისხმობ შინაგან რეალურ მდგომარეობას. რამდენად ქრისტესია ეს ადამიანი. გარეგნობით არ განისაზღვრება ეს ყველაფერი. გარეგნობით არაფერი არ განისაზღვრება ქრისტიანობაში. იმიტომ რომ ქრისტე ეძებს ჩვენს გულებს, ჩვენი გულების მდგომარეობას. რამდენად უნარიანები ვართ ჩვენი სული და გულით ადამიანის მიმართ გამოუჩინოთ სულგრძელობა. რამდენად შეცეს ჩვენს გულს და სულს პატიების უნარი. აი ეს არის ქრისტიანობა, ეს არის ურთიერთსიმძიმის ტვირთვა არის და არა განკითხვა ერთმანეთის რომ აი შენ ასეთო და შენ ისეთო. იმიტომ რომ ქრისტე ჩვენი სათნოებებით კი არ გვაცხონებს. თუ გვაქვს რა თქმა უნდა ესეთი ადამიანი მოიძებნება და სათნოებით გამორჩეული ადამიანი თუ მოიძებნება რა თქმა უნდა, მაგრამ მერწმუნეთ, ვისაც გონია რომ სათნოები გააჩნია, ის სათნოები ყარს ღვთის წინაშე. მერწმუნეთ, სათნოებებით და კითილის საქმეებით არ გვაცხონებს უბრალოდ. იმიტომ რომ მერწმუნეთ, ცოდვები, გაცნები და მეტი გვაქვს ყველას, ვიდრე ამგვარი რაღაცეები, თუ კი მოგვეძებნება რაღაცეები, რა თქმა უნდა, ეს ხარ შემთხვევაში. ცოდვები მეტი გვაქვს მაინც ყველა შემთხვევაში. ფიქრით, სიტყვით და საქმით. ანუ გამოდის რომ ღმერთი ჩვენ არასამართლიანად გვექცევა. დიახ, არასამართლიანად, თორე სამართლიანად მოგვექცეს ღმერთი ჩვენ შანსი არ აქვს გადარჩენისა. ჩვენ გვექცევა ღმერთის სიყვარული. ესე იგი, ჩვენი სათნოებები განა არ უნდა გქონდეს და განა ამისკენ არ უნდა ვისწრაფოდეთ. მაგრამ თავარი სათნოების მოხვეჭა, რაც თქვი, აი ეს არის. ამის გარეშე წარმოუდგენელი არის. თუ კი არ ვიქნებით ერთმანეთის მიმართ სულგრძელები და არ გვექნება ჩვენს გულს უნარი, საზღო პატიებისა,
ის კი არა რომ ვინ არის ტყუილ მართალი ამის გარჩევისა რომ მე მართალი ვარ და ის ტყუანია და ასე და ჩვენ ყოველს მართალი გვაქვს ჩვენ ესეა მოწყობილი ადამიანი ეს კი არა არამედ მნიშვნელობას თუ აღარ მიაკეთო ვინ არის ტყუანი და ვინ არის მართალი და მხოლოდ მიაღწევ ყოდღებას ადამიანის მდგომარეობას რომ ნაწყენია შენზე თუ არა გაბოროტებულია შენზე თუ არა და პატიების უსაზღვრო ეს ხარისხი თქვენ სულსა და გულში მაღალი იქნება სწორედ აი ამ თვისებებით აი ამ ნიჭებით თქვენ დაიმკვიდრებთ ცათა სასუფეველს ეს არის თუ კრიტერიუმებზეა საუბარი ეს არის კრიტერიუმი სწორედ ერთადერთი კრიტერიუმი ქრისტიანობაში იყვარებოდეთ ურთიერთას რაც ნიშნავს იყავით სულგრძელები ერთმანეთის მიმართ იყავით მიმტევებელები ერთმანეთის მიმართ იყავით გამგებები ერთმანეთის მიმართ ეხლა როგორები ვართ გადაიხედეთ მოიხედეთ ჩვენს გარშემო ჩვენს სამყაროში რომ ესეთები თუ ვარ და თუ არა ვარ მაშინ რამდენად ახლოსა ვარ ქრისტესთან თქვენ თვითონ შეახასეთ ეს მდგომარეობა მერთმა დაგვოცოთ და მერთმა ხელი მოგიმართოთ ამინ მერთმა მოგცეს ეს ნიჭები რომ ვიყოთ სულგრძელები და ვიყოთ პატიებელები ერთმანეთის ცოდვებისა ამინ